სავაჭრო სამრეწველო პალატა 2012 წლის პირველი 4 თვის შედეგებს აქვეყნებს. პალატის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი შეხვედრები, ფორუმები და საერთაშორისო ვიზიტები დღეს რადისონში შეაფასა. სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით წლის დასაწყისიდან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი ბიზნეს ფორუმი და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოეწყო. შედგა პალატის პრეზიდენტის ვიზიტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ადგილობრივ სავაჭრო პალატებთან გაფორმდა. ფაინდურაშვილი უწყებაში ბიზნესის ახალი ინიციატივითაც გამოვიდა, რომელიც ოქროს წევრის, იგივე გოლდენ წევრის სტატუსის მინიჭებას და მთელი რიგი შეღავათების და სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. ნეტვორკინგის მიმართულებით, სხვადასხვა ფორუმების მიმართულებით ეს უკავშირდებოდა ხელშეწყობას როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო კუთხით, რათა სხვადასხვა კომპანიებისთვის მიგვეცა საშუალება პარტნიორული ურთიერთობების დამყარების თავიანთ უცხოელ კოლეგებთან, სწორედ ამ ორი კუთხით, ასევე ჩართულები ვიყავით სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებაში, სადაც ასევე კერძო სექტორი მონაწილეობს. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა ხელს უწყობს საქართველოს ბიზნესის განვითარებას. იგი წარმოადგენს და იცავს ჩვენი კომპანიის ინტერესებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასევე გვთავაზობს უამრავ სასარგებლო მომსახურებას, როგორიცაა სხვადასხვა ბიზნეს ფორუმებში მონაწილეობა, სამთავრობო შეხვედრების ორგანიზება.